ნუ აღსანიშნავია, რომ რა თქმა უნდა, უნგრეთს ჯერ არ ჩამოუყალიბებია მთავრობა და შესაბამისად არ არის წარმოდგენილი ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორისაც არც ევროკავშირის საბჭოში და არც საგარეო საქმეთა ევროკავშირის მით უმეტეს საგარეო საქმეთა საბჭოში. ამიტომ მე არ მოველი, რომ მაგალითად დღევანდელ განხილვაზე რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც მათ აკლიათ უნგრეთის ხმა. მაგრამ თავად ის, რომ განხილვები დაიწყო ისევ საქართველოზე და რომ საკითხის მოთელვა ხდება, მათ შორის ეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც არის ძალიან ნიშანდობლივი. ისინი ემზადებიან, რომ გამოაცოცხლონ პრაქტიკულად ყველა ის ზომა, შეიძლება ითქვას, რომელიც იყო დასახელებული ადრე და რომელსაც ითხოვდა ევროპარლამენტი დიდი ხნის განმავლობაში, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყანა, რომელიც ითხოვდა ამას, რომ გარკვეული ზომები იქნას გამოყენებული მკაცრი ზომები საქართველოს მთავრობის მიმართ. არა იმისთვის, რომ ვთქვათ, რომლის შედეგიც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში ურთიერთობების გაწყვეტა, არამედ პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მხრიდან. ანუ ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, გამოცოცხლებული. ეხლა უნდა მოველოდეთ ჩვენ თუ არა, რომ რაღაც ძალიან დიდი სანქციები დაწესდება დარჩენი. მე მგონია, რომ პირველ რიგში ეს სანქციების განაცხადი და საუბარი საერთოდ სანქციებზე არის პრევენციული. სანამ საქართველოს მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ უნგრეთი არავითარ შემთხვევაში არანაირ პერსონალურ სანქციებს არ დათანხმდება, აქ იყო სხვა სიტუაცია და ამიტომ ვერანაირი წინასწარი ეს თქვენ გაფრთხილება ან საკითხის დაყენება ვერ შველოდა საქმეს. ეხლა მე მგონია ეს უნდა შეიცვალოს. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი შეუძლია ნებისმიერ მომენტში უკვე დააწესოს, რა თქმა უნდა, პერსონალური სანქციები საქართველოს ხელისუფლების თუ სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მიმართ, ეს უკვე ცვლის სიტუაციას და მე მგონია ევროკავშირს გაუჩნდა სერიოზული ბერკეტი ზეწოლის, რომელსაც უფრო აქტიურად გამოიყენებს. ეხლა რა უნდა იყოს ამ ბერკეტის გამოყენების მიზანი? რა თქმა უნდა, მიზანი უნდა იყოს პირველ რიგში იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც აწუხებს საქართველოს საზოგადოებას. ეს არის ალბათ კანონების უკან გაწევა, რომელიც აშკარად დემოკრატიული უკუსვლის საფუძველია საქართველოში, ლეგალური ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების ეს თქვა ცდელობა არის. მეორე, თავისთავად ეს არის ადამიანები, რომლებიც ტყუილ უბრალოდ ზიან ციხეში, ანუ პოლიტიკური პატიმრები, როგორც ჩვენ ვუძახით, ან თუ გნებავთ დავარქვა, თქვა ცინდისის პატიმრები ან ნებისმიერ სხვა, ყოველ შემთხვევაში ადამიანები, რომელთა მიმართ მართლმსაჯულება არ იყო თანადოდ გამოყენებული და ეს საქმეები უნდა გადაიხედოს და ისინი აღმოჩნდნენ თავისუფლების საბოლოო ჯამში. და თავისთავად ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ამას ახლა უარყოფენ და ხდება რაღაცა ისეთი ძალიან არ ვიცი მე დავუდგე ცინიკური რაღაც უარის თქმა იმაზე, რომ თითქოს რაღაც არასწორ ჩვენებასაც აძლევს ცინიკურად, ხო? ყველა მიცით და ყველას ახსოვს, რომ საქართველოს შეაჩერა ნებისმიერ სვლა მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა, რაც არის პრინციპში ნიშნავს იმას, რომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ეს უნდა გაიხსნას თავიდან, მაგრამ გაიხსნას არა ისე, რომ აი ჩვენ ხო ვაგრძელებთ კი ბატონო, არამედ უნდა დაიწყოს სერიოზული განხილვა იმ მოთხოვნების, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა წაყენებული. თუმცა, აი მაგალითად ეხლა ვკითხულობ ახლა ვკითხულობ ირაკლი ზარქუას ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებას და გამოხმაურებას კალასების რაისა კომუნისტების ურსულას გზას ვერ გავყვებოდით, რადგან ეს გზა არის დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, კონფრონტაცია შეერთებულ შტატებთან, კალასი ან ურსულა თავმოყარეები რომ იყვნენ თანამდებობას დატოვებდნენო. აი ამ ჟანრში კომუნიკაცია და პასუხები იმ მოთხოვნებისადმი, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა იმ ქვეყნისთან მიმართებაში, ვისაც ევროკავშირის წევრობის სურვილი აქვს და დაახლოების სურვილი აქვს, რა გზაზე აყენებს ქვეყანას და რეალურად რა შედეგებამდე მიჰყავს ქვეყანაც და ხალხიც.
ნუ რა გითხრათ, ახლა არსებობს ეს ტერმინი ინგლისური pulp fiction, ანუ ესე იგი ეს არის რაღაც უაზრო, ანუ იაფი ბელეტრისტიკა. მორჩა. ეხლა ეს საუბარი რომ კალას თურმე რაღაც უნდა შეწყვეს და ვიღაცას რაღაც უნდა შეწყვეს. თუმცა ეს გამოხატავს ქართული ოცნების დამოკიდებულებას მოთხოვნებისადმი, ხომ ასეა? ქართულ ოცნებას აქვს შემუშავებული ესეთი წახნაგები, ესე ვთქვათ, და გონია რომ ამითი, ესე ვთქვათ, ერთი მხრივ არბილებს ევროკავშირს, ვიღაცა რომ გამოდის და რაღაც ისე ლაპარაკობს, ცოტა პატივისცემით თუ მოიხსენიებს, თუმცა ნაკლები დარჩა უკვე ქართულ ოცნებაში და მეორე მხარე, რომელიც მოიხსენიებს რაღაცა ესე აგდებით და აგდებულად, ეს არის ის, რომელიც თქვათ რაღაც აღიზიანებს ევროკავშირს, ხო? ეს არის მიდგომა რაღაც ტაქტიკა, რომელიც არჩეულებს ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს ტაქტიკა ჩამოყალიბდა იმის გამო და საერთოდ ეს ზართქუას რიტორიკა ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ არსებობდა ორბანი. როდესაც არ არსებობს ორბანი და ევროკავშირს გახსნილი აქვს ხელები იმისთვის, რომ მიიღოს ნებისმიერი ზომა, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქ შეიცვლება რიტორიკა, ცოტა ხანში ჩვენ ვნახავთ, როგორ შეიცვლება რიტორიკა. მაგრამ სერამდვილეში ახლა მე სულ არ მინდა ისეთი ის დავთესო თითქოს, აი აქ არის მთავარი, რომ დასაჯონ ქართული ოცნება და აი ნახეთ მაგათ რა მოუვა. არა. მე ძალიან მინდა, რომ ევროკავშირის ეს მისი აი ამ ძალის დემონსტრირების შესაძლებლობის აღდგენა გამოიწვიოს შესაბამისი რეაგირება ქართულ ოცნებაში და ისინი დაფიქრდნენ იმაზე, რომ არასწორ პოლიტიკას ატარებენ და როგორ შეცვალონ ეს პოლიტიკა. ერთი მხრივ არის ევროკავშირი თავისი ინსტიტუტებით და ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ რაღაცა ეს დაპირისპირებაში. მეორე მხრივ არის ქართული ოცნება, რომელიც არის პრაქტიკულად იზოლირებული, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით. რაღაც მხოლოდ ისინი უჭერენ მხარს ესეთ პოლიტიკას და ესეთ გამონათქვამებს და ესეთი სახის, ესე ვთქვათ, ტაქტიკას, რომლებიც არიან პირდაპირ დამოკიდებული ეკონომიკურად ქართულ ოცნებაზე და მეტი არავინ, ხო? ამიტომ ეს აუცილებლად შეიცვლება, როცა დაინახავენ, რომ ევროკავშირს აქვს რეალური ბერკეტები და რეალური ძალა იმისთვის, რომ გამოიყენოს ქართველი ხალხის ნების დასაცავად თავისი ინსტრუმენტები. ბატონო კახა, რა უნდა იყოს მთავარი ნაბიჯი? მე ვახსენე, რომ მარტო საქართველოსთან არა თქო და გამახსენდა მაგალითად უნგრეთისთვის დაყენებული 27 პუნქტი, რომლის შესრულებაც უნგრეთს მოუწევს იმისთვის, რომ სრულფასოვანი იყოს ევროკავშირთან ურთიერთობები უნგრეთის. ჩვენ გვაქვს ჩვენი წამოყენებული პირობები. როდესაც ვკითხულობდი ირაკლი ზარქუას ამ განცხადებას, ირაკლი ზარქუა ცალკე აღებული არ ლაპარაკობს საკუთარი გადაწყვეტილებით, ეს არის გუნდის პოზიცია ხოლმე. ამიტომ ვიკითხე, რომ იძლევა თუ არა საფუძველს ქართული ოცნების რიტორიკა იმისას, რომ მოთხოვნები მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება თუ თავისუფალი სასამართლო, რომელიც მთავარი ბერკეტად აქცია ქართულმა ოცნებამ, სადამსჯელო ბერკეტს გულისხმობ საკუთარ ხელში, დაუბრუნოს იმ ღირებულებებს, რომელზეც მიუთითებს ევროკავშირი საქართველოს. თუ კი ეს მოთხოვნები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და გაფრთხილება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არ შესრულდება, მიდის თუ არა ქვეყანა იქამდე, რომ პიროვნული სასანქციო პოლიტიკა რეალურად საბოლოოდ აისახოს ქვეყანაზე, ასახულია გულისხმობ დახმარებებს, რომელსაც იღებდა მთელი წლები ამ წლების გაჩერებულ დახმარებებს, რომელსაც იღებდა საქართველო. უკვე აისახოს სხვა მიმართულებებითაც, ეს იქნება სავიზო რეჟიმი თუ ეს იქნება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც გვაქვს. კი, აი ახლა მოვისმენთ ჩვენ გაჟღერებული ესე ვთქვათ ესეთი ციტატა, რომ იქნებ დრო არისო, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს საკითხი გადავწყვიტოთო, ხო? ანუ შეუჩეროთ კანდიდატის სტატუსი და ასოცირების შეთანხმებაც. ანუ ესე ყველანაირი მიღწევა, რაც ვთქვათ, ბოლო 15 წელიწადში საქართველოს ჰქონდა ევროკავშირის გზაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ მარტო ამითიც არ სრულდება ეს, იმიტომ რომ მანამდე სანამ ჩვენ ხელს მოვაწევთ ასოცირების შეთანხმებას, იყო პოზიტიური პროცესი დაახლოების ევროკავშირთან, ხო? ეხლა თუ გაგვიუქმდება ასოცირების შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი, ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, იმიტომ ჩვენ რას მოიტანს ასოცირების შეთანხმების გაუქმება ქვეყნისთვის? ეხლა ასოცირების გაუქმება, ეს არის ქვეყნის ერთი რეიტინგი, ყველანაირი ეკონომიკური, პოლიტიკური, ყველანაირი რეიტინგი დაეცემა უცებ.
არავის სერიოზულ აქტორს არ მოუნდება აქ არანაირ დიდი ინვესტიციის ჩადება, იგივე არაბები რო ავიღოთ, ხო? ხო ეკითხებოდნენ იქ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ აი ევროკავშირთან მიმართებაში რა ხდებაო და ასე შემდეგ და უწევდა თქვათ იქ რაღაც ახსნა განმარტებების გაკეთება, რომ არა, ჩვენ კანდიდატები ვართ და უბრალოდ ახლა რაღაც მომენტია ესეთი და ჩვენ გავაგრძელებთ და აუცილებლად ევროკავშირს. ანუ ამითი სპეკულირება მიმდინარეობს ჯერ კიდევ საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და ამიტომ ჩვენთან ესე ვთქვათ სტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი გარემო არის და იქნება. იმიტომ რომ ეს ღუზა არსებობს, მაგრამ თუ დაინახეთ რომ ღუზა მოწყდა და საქართველო დაცურავს ამ ზღვაში ესეთი უმისამართოდ, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტიციების განხორციელებაზე უნდა ვიფიქროთ და ეს პროცესი მიმდინარეობს თქვენ დასაწყისში, საუბრის დასაწყისში თქვით რომ აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ელაპარაკებიანო ამ დერეფნის საკითხებზე ჩვენთან შეჩერებული აქვს ლაპარაკი. ხო, იმიტომ რომ ვერ გადაუწყვეტიათ საერთოდ ხო არ აიღო მთლიანად გეზი სომხეთ, აზერბაიჯან, თურქეთის ესე ვთქვათ ამ დერეფნის განვითარებაზე და საქართველოს დაანებონ ერთხელ და სამუდამოდ თავი, იმიტომ რომ არიციან ძალიან არაპროგნოზირებადია რა მოხდება საქართველოს. შეიძლება საერთოდ რუსეთი შემოვიდეს აქ, ხო? ანუ რუსეთი ასე დავსვავ კითხვას, რა გააჩერებს ქართულ ოცნებას რუსული საგარეო პოლიტიკის გზაზე? მე მგონი ეს არის მარტო ქართველი ხალხი და მისი პოზიცია, ანუ სულ უფრო მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს ეხლა დღესდღეობით მინიმუმ 70-30-ზეა, ხო? ანუ 70% მოქალაქეების არ უჭერენ მხარს ამ პოლიტიკას, მაგრამ იმის ხარჯზე რომ ხდება ავტორიტარიზმის ძალიან ძლიერი განვითარება და პლუს ამას ლეგალური ფორმების მიცემა ავტორიტარიზმისთვის, ანუ ისეთი კანონების მიღება, რომელიც ზღუდავს ყველანაირად მოქალაქის თავისუფლებას, გამოხატვას და ამ შემდეგ, ისინი ახერხებენ 30%-იანი მხარდაჭერით ახერხებენ აი ესეთი ილუზიის შექმნას, რომ ვითომ ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიან და ვითომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ხალხ უნდა გამოჩნდეს, ხალხმა უნდა დაანახოს პრინციპში, რომ ეს არ არის ასე და მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ყველანაირ პროცესში ყველა უნდა მიიღოს მონაწილეობა და უნდა იყოს ძალიან კონსოლიდირებული. მხოლოდ ეს გააჩერებს, თორე იმას თუ ელოდე, რომ მანდა მაინც საგარეო სანქციები დაგანგრევს და ამ შემდეგ ესეა ირანი, ესეა თუმცა 2028 წლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ხომ მეთანხმებით? რა რიგითობით თუ მიყვებით მაგრამ ეხლა თუ კონსოლიდაცია თუ იქნებოდა საზოგადოებაში და მზადყოფნა რომ რაღაც არჩევნებში გავიდნენ თუ არჩევნებს დანიშნავენ მაშინ შეიძლება და ამ მიმართულებით ხო მუხტის აგორება აი მუხტს რო ვერ აგორებს თქვა ოპოზიცია რომ ამბობენ რომ 26 მაისს შევკრებთ თუ ხალხს ესე 26 მაისს ელოდებიან თითქოს მანამდე პრობლემა არ არსებობს და ვერ უნდა მობილიზაციას იმიტომ ვერ ახდენენ რომ არ არის აი ეს იდეა არ არის რისი გულისწვნა შეიკრიბონ, მაგრამ შეიკრიბონ მაგალითად იმისთვის, რომ ზეწოლა გარახორციელონ ხელისუფლება და შეცვალოს საარჩევნო კანონები. გამოუშვას ციხიდან ხალხი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კონკრეტიკა აკლია პროცესს? ბატონო, კონკრეტიკა აკლია პროცესს? აუცილებლად, ანუ რატომღაც ყველამ დაიჯერა, რომ უბრალოდ რაღაც იმითი, რა ქვია, ხმაურით და იმითი შეიძლება რაღაცა მიაღწიო და საქართველოში ისეთი ტიპის ავტორიტარიზმი ჩამოყალიბდა, რომ არავინ ანგარიშს არ გაუწევს. მადლობა. თუ მობილიზაცია არ არის სრული ესე ვთქვათ მოსახლეობის და თუ ყოველდღე ვერ ხედავენ აი ამ მობილიზაციას რაღაც კონკრეტული მიზნებისკენ მიმართულს. მადლობა. ეს მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ არჩევნების დანიშვნა და მისი მოგება. მადლობა, კახა გოგოლაშვილს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.